დღეს ნიკოლოზობაა 19 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხსენებას აღნიშნავს. დილიდან წირვალოცვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა, მათ შორის სოფელ გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიაში, სადაც წმინდანის ცხოვრების შესახებ მამა ვაჟამი ქადაგა. წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. სასწაულთმოქმედების უნარი მას შობიდანვე გამოამჟღავნა. წმინდა ნიკოლოზს არასდროს შეუწყვეტია ტანჯულთა შემწეობა, დამცირებულთა და უსუსურთა გამტკიცება და სათნო საქმეების კეთება. წმინდა ნიკოლოზ ძალიან წარჩინებული ოჯახიდან იყო და ძალიან ბევრ სიკეთეებს აკეთებდნენ მშობლები და ძალიან ქალაქს მისი მშობლები თეოფანი და ნონა ძალიან უყვარდა, ყველა პატივს სცემდა. და მოხდა დიდი წყალობა უფლისაგან მათ ოჯახზე, რომ მათ შეეძინათ ღრმა ნიკოლოზი დაარქვეს და თქვენ იცით, რომ წმინდა ნიკოლოზის დაბადების შემდეგ ნათლობის დროს ესეთ სასწაული მოხდა როემბაში, რამოდენიმე საათი ფეხით იდგა თავისი ნათლობის დროს. თქვენ იცით, რომ მის ცხოვრებაში როგორც არის მოთხრობილი, რომ წმინდა ნიკოლოზი დედის ზუზუს 4 შაბათი პარასკევი არ ჭამდა, ვიდრე მწუხრი არ იქნებოდა. ანუ არ ეკარებოდა და თქვენ აი ესეთი სარწმუნოებით, ესეთი სიხარულით, ესეთი მადლით გაიზარდა, აღიზარდა წმინდა ნიკოლოზი და რა თქმა უნდა მისივე ცხოვრებაში, როცა უკვე თვითონ გახდა მოქმედი ამ ცხოვრებაში, არ დააყოვნა იმ მადლმა და წყალობამ და გამოააშკარავა ის, რაც იყო მასში ღვთისაგან ჩადებული, ის მადლი, უდიდესი მადლი და წყალობა, მზრუნველობა მოყვასისადმი. თქვენ წმინდა ნიკოლოზი რა თქმა უნდა ყველას ძალიან დიდ პატივს მიაგებს თითოეული ჩვენგანი, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანია წმინდანთა შორის და საკვირველია წმინდანთა შორის, საოცარი წმინდანი და თბილი და მადლიანი წმინდანია და ძალიან ბევრი ადამიანი ევედრება განსასწრების დროს, ძალიან ბევრი ადამიანი ევედრება წმინდა ნიკოლოზს და არასოდეს წმინდა ნიკოლოზი არ ტოვებს ადამიანს უმოწყალოდ, ყოველთვის ძალიან დიდ მადლს და წყალობას აძლევს ყოველ ადამიანს, ვინც კი სთხოვს წმინდა ნიკოლოზს. თქვენ იცით ასევე წმინდა ნიკოლოზი მოიხსენიება როგორც საქართველოს ეკლესიის მფარველ წმინდანად, აი როგორც წმინდა გიორგი ჩვენი ქვეყნის ერის მფარველი წმინდანი არის და გერბზეც წმინდა გიორგის ხატი არის, აი ესე წმინდა ნიკოლოზი არის ჩვენი დედა ეკლესიის მფარველი და დღეს განსაკუთრებულად ყველას ერთს და ბერს გვჭირდება წმინდა ნიკოლოზის განსაკუთრებული მფარველობა და მეოხება, განსაკუთრებულად რა თქმა უნდა ჩვენს დედა ეკლესიას, რადგან დედა ეკლესიაში ის საქართველო დაცული მთელი თავისი საზღვრებით, ტერიტორიებით, ქართველი ერის, ქართველი გენოფონდით, ქართული სულისკვეთებით, კულტურით, ყველაფერი არის დედა ეკლესიაში აბსოლუტურად საქართველო, ასე ვთქვათ, ინახება და საქართველოს სკივრი დღეს არის დედა ეკლესია, მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, რომელიც რა თქმა უნდა ბოლომდე იქნება დაცული ჩვენს დედა ეკლესიაში და განსაკუთრებული მეოხება დღეს დღევანდელ ძნელბედობის ჯამს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიო არეულია, მთელი მსოფლიო საშინლად თავდაყირა არის დაგორებული, ესე ვთქვათ, აი თიდან დაგორებულოდ ზგავს დღევანდელი მსოფლიო, დღევანდელი ჩვენი დაცემული მდგომარეობა, სწორედ თიდან დაგორებულოდ ზგავს ჩვენი უზნეობით, ჩვენი უწესობით, ჩვენი უსიყვარულობით, ჩვენი უპატივცემულობით ერთმანეთისადმი და აი დღეს განსაკუთრებულად გვჭირდება წმინდა ნიკოლოზის შემწეობა, რომ ჩვენ მოგცეს სიმშვიდე, მტკიცედ დგომა სარწმუნოებასა ზედა და ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ერის ცხოვრებაში მოახდინოს სასწაული წმინდა ნიკოლოზმა, რომ მოგცეს უპირველეს ყოვლისა კურნება ჩვენი სულისა, კურნება ჩვენი ხორცისა და ძალა სულიერი ცხოვრებისა, რომ ჩვენ არამც არასდროს არ მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუტოვოთ. არასდროს არ უნდა მოხდეს ადამიანი, რომ შეეგუოს ცოდვას. რა თქმა უნდა, უცოდველი არავინ არა ვართ, ყველა დაცემას ვექვემდებარებით, მაგრამ ცოდვის გამოსავალი ეს არის სინანული და ჩვენ აი წმინდა ნიკოლოზსაც უნდა ვთხოვოთ, რომ მოგმადლოს სინანული. დედის ზუზუს ყრმა ბავშვობიდან დედის ზუზუსაც არ ჭამდა 4 შაბათი პარასკევი, აკეთებდა ბევრ სიკეთეს, ეხმარებოდა ყველა გაჭირებულს და წმინდა ნიკოლოზი არის ყველა გაჭირებულის შემწე და ყველას და ქართველებისთვის კიდევ მით უმეტეს გამორჩეული წმინდანი. ეს დიდი დღესასწაულია, დიდი საუფლო დღესასწაულია წმინდა ნიკოლოზობა, როცა ყველა ქართველს და დაამშვიდოს და დააწყნაროს ქვეყნიერება, მშვიდობა შემოიტანოს დღევანდელი დღის მადლითა და ძალით საქართველოს.